უნგრეთის პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით პიტერ მადიარი პოლონეთს ესტუმრა. Როგორც მოგვიანებით აღნიშნა, ის შემთხვევით არ აურჩევია და ამას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან თბილისში შეხვედრა იმის აშკარა ნიშანია, რომ ვარშავასა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობების დათბობას ორივე მხარე ინტერესით ეკიდება. სამისო რესურსი საგრძნობია. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ვიქტორ ორბანის ანტაგონისტურმა პოლიტიკამ დააზიანა, თუმცა გადატვირთვის სურვილი ნათელია. უკვე იყო დრო უნგრეთსა და პოლონეთს შორის ურთიერთობები გაუმჯობესებულიყო. ჩვენ გეოგრაფიულად ისე ვართ მოწყობილი, რომ თანამშრომლობას სიმბოლურად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. პოლონელ და უნგრელ ხალხს ერთმანეთი უყვართ. არსებობს მჭიდრო კავშირი მათ შორის, რომელიც სამწუხაროდ პოლიტიკის გამო დაზიანდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ გვსურს ეს კავშირები აღვადგინოთ და ერთად ვიმუშაოთ მნიშვნელოვან საკითხებზე. პრემიერ-მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეხების წერტილები საგრძნობი იყო. უნგრეთის ახალი ლიდერი თანამშრომლობის ხელს მხოლოდ პოლონეთს არ უწვდის. ახალი მიდგომა ვიშეგრადის 4-ელსაც კი ცდება. უნგრეთი ყველაფერში იქნება პოლონეთის, რა თქმა უნდა, ის იქნება სლოვაკეთისა და ჩეხეთის პარტნიორიც, რათა ვიშეგრადის 4-ელმა კვლავ დაიბრუნოს თავისი ძველი ძალაბრწყინვალება და გავლენა. ეს ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირშიც. უფრო მეტიც, პირადად მეც მზად ვარ და მნიშვნელოვნად მიმაჩნია ვიშეგრადის 4-ეულის თანამშრომლობის გაფართოება. იქნება ეს ჩვენს სკანდინავიელ მეგობრებთან, ავსტრიასთან, ხორვატიასთან, სლოვენიასთან და რუმინეთთან თუ დასავლეთ ბალკანეთის იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ამ კავშირის წევრი. უკრაინა არის მსხვერპლი და მას სრული უფლება აქვს დაიცვას თავისი ტერიტორიული სუვერენიტეტი და მთლიანობა მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით. ასევე მსურს ხაზი გავუსვა იმას, რომ უკრაინის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებული იყო 1994 წელს ხელმოწერილი ბუდაპეშტის მემორანდუმით. ეს გარანტია მოქმედებდა და უზრუნველყოფილი იყო 2014 წლამდე. ყველას ერთადერთი მიზანი უნდა ჰქონდეს, რაც შეიძლება სწრაფად მივახციოთ ცეცხლის შეწყვეტას. პიტერ მადიარს წინამორბედისგან განსხვავებით ნაკლებად კონფრონტაციული რიტორიკა აქვს უკრაინასთან მიმართებით. ამასთან იმეორებს, რომ უკრაინაში მცხოვრები ეთნიკურად უნგრელებისთვის მშობლიურ ენაზე საუბარი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე ბუდაპეშტის მწვანე შუქისთვის. მანამდე დედაქალაქმა მწვანე შუქი უკვე აუნთო უკრაინის დახმარებას, რომელიც ევროკავშირში ვიქტორ ორბანის ვეტოს გამოიყენებოდა. პიტერ მადიარსა და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა შესაძლოა ივნისში შედგეს. უკრაინის ლიდერს ხშირად ხვდება პოლონელი პრემიერიც, რომელიც კონტინენტზე მიმდინარე ომის ფონზე ევროპას მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ აფრთხილებს. რუსეთ-უკრაინის ომმა და რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ უკრაინისა და მისი მეზობლების მიმართ შესაძლოა მალე ისეთი ვითარება შექმნას, როდესაც მოგვიწევს მკაცრი რეაგირება. არ ვსურს ვინმე შეშინება, პოლონეთისთვის ამ ეტაპზე უშუალო საფრთხე არ არსებობს. ამაზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ სხვადასხვა ტიპის პროვოკაციებით საფრთხე უკვე რეალობად იქცევა. დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ნატო, მათ შორის ჩვენი ამერიკელი მოკავშირეებიც ძალიან სერიოზულად მიუდგებიან ნებისმიერ შესაძლო საფრთხესა და პროვოკაციას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. ასეთი მოვლენები უკვე იჩენს თავს, განსაკუთრებით ჩვენი ბალტიისპირელი მეზობლების მიმართ. პიტერ მადიარი პოლონეთში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის ახალ პრეზიდენტსაც, კაროლ ნავროცკის. მედიაში აქტიურად წერენ, რომ ვარშავა გეგმავს ბუდაპეშტს ამერიკულ თხევად ბუნებრივ აირზე წვდომა შესთავაზოს გდანსკის ახალი ტერმინალის მეშვეობით, რომლის ამოქმედებაც 2028 წელსაა დაგეგმილი.